მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები. 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 24 წლის საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან. წელიწად ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ მათ ლაითურის ციხე დატოვეს. ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ედავება ჯგუფურად ნივთის დაზიანება. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებულ რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირის ღირებულება 250 ლარი იყო. მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული ჯამში 400 ლარიანი ზიანისთვის მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება გახარიას ედავება, რომ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმლებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. ამავე დღეს მას ბრალი წარედგინა 20 ივნისის საქმეზეც. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მასზე ძებნაა გამოცხადებული. წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სრული სამართლებრივი სიგიჟეა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თავს სამართლებრივადაც აბსურდია და სიგიჟეც არის. თქვენ ნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი პროკურატურას, მათ შორის ფაქტობრივი საფუძვლები აკვეთის ღონისძიების გამოყენების არ არსებობდა, იმიტომ რომ დანაშაული არ არის ჩადენილი. საერთოდ სიგიჟეა, მათ შორის ჩორჩანას საქმეზე სამსახურო უფლებამოსილების გადამეტებით ქართული მიწის დაცვისთვის ბრალდება გიორგი გახარიასი და 20 ივნისს თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოღონდ ამ დანაშაულის ამსრულებელი დადგენილი არა აქვთ. მათ შორის ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას ფაქტობრივად არ გაუწია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანება და ამის ორგანიზება გააკეთა თურმე გიორგი გახარიამ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილობათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისთვის არსებული სანქციები. კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით, 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ასევე მკაცრდება სანქციები მძღოლის ან გზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის. ასევე ახალ სამართალდამღვრელად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეით და გადასასვლელზე დგომა გაჩერება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერიის არსებულ დებულებაში ცვლილებები შეიტანეს. დღეს ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანას
დაუჭირეს მხარი. კერძოდ ცვლილება მე-18 მუხლში შევიდა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება. მეორე საკითხი, რომელზედაც დეპუტატებმა იმსჯელეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, ცენტრში, 9 კვადრატული ტერიტორიის აღნიშნული სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა იყო. საკითხი საკრებულოზე მუნიციპალიტეტის მერიისგან შემოვიდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს სურს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ეს არის ჰაერის მონიტორინგისათვის სჭირდება 9 კვადრატის გადაცემა სარგებლობის უფლებით, პირდაპირ განკარგვის წესით, აღნაგობით გადაიცა ეს ფართი 9 კვადრატი ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ზოგადად აი ასეთი ხარისხის მონიტორინგის სადგურები, სადაც ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგადად ამერიკაშიც, იაპონიაშიც ყველგან დგას საჯარო სივრცეებში, იმიტომ რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი რაიმე შენობა, რომელიც საფრთხეს მოუტანს მოსახლეობას. აქ უბრალოდ ჩვენი მოკვლევით იზომება მხოლოდ ჰაერი და არ ხდება რაიმე ტიპის ძლიერი გამოსხება. ამიტომ ის იქნება ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიასა და სხვა რეგიონებში 50 ადამიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო, ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა. სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად არის ამოღებული. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს. ოზურგეთის პირველ საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო. ოზურგეთის პირველი საბავშვო ბაღის ეზოში შემოდგომა მთელი თავისი დიდებულებით მოვიდა. 5-6 წლიანი ჯგუფის ბაჭიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მაყურებლამდე შემოდგომის ყველა სიკეთე, ლამაზი ფერები და გემრიელი გემოები მიეტანათ. ღონისძიება ყველა იმ აქტივობას მოიცავდა, რომელიც შემოდგომის სეზონთან არის კავშირში. პატარებმა დაწურეს ყურძენი, დამარცვლეს სიმინდი, ამოავლეს ჩურჩხელები და ამ ტრადიციულ საქმიანობასთან ერთად მონაწილეობა სხვადასხვა საინტერესო გასართობ აქტივობაში მიიღეს. პედაგოგების ძალისხმევით, მშობლების ჩართულობით და პატარების მონდომებით ოზურგეთის პირველ საბავშვო ბაღში შემოდგომა ნამდვილად შედგა. წლის ყველაზე გემრიელ და მდიდარ სეზონს პატარები მომდევნო წლამდე დაემშვიდობდნენ. სკოლამდელ ასაკში მოვაწყვეთ საშემოდგომო ზეიმი, შევაჯამეთ შემოდგომა, გვინდოდა გაგვეცილებია ეს ლამაზი დღე და თანამედროვე მიდგომებით, აქტიობებით დახუნძღლული იყო, რაც ხდება შემოდგომაზე მოკლედ, ბავშვების ინტერესების, საჭიროებების გათვალისწინებით. მგონი ერთი ლამაზი დღე ვაჩუქე ბავშვებს. დღევანდელი დღე ვფიქრობ იყო ძალიან ბევრი აქტივობით დატვირთული. მშობლებმაც ასევე მივიღეთ დიდი წვლილი შევიტანეთ დღევანდელ აქტივობაში. იყო ძალიან ბევრი ლოკაცია, გავაკეთეთ ჭადები, გავაკეთეთ ასევე ჩურჩხელები ამოვიყვანეთ და ვფიქრობ, ეს მარტო აქტივობა არ იყო, ეს იყო ძალიან კარგი დასამახსოვრებელი დღე, სადაც მასწავლებელმაც და მშობლებმაც ერთიანად მივიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ, ასეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს ბაღებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის.
ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.